ყველაზე გაუნათლებელი და რაღაც მაგალითს არ აიღებ რაღაცა ქცევაში და რაღაც ისეთი ადამიანები გვასწავლიან ახლა რომ როგორი არის დილობა და თუმცა ისინი დილობის ხარეს ყოფილან და ჩვენ არ ყოფილვართ დილობის ხარეს. ანუ ელემენტარულად გასაგებია რომ ჩვენ საზოგადოებაში არ გვაქვს დიდი ტრადიცია სიტყვის თავისუფლების და ნუ საერთოდ უნდა გვესწავლა ხო საბჭოთა კავშირში ხა ამას ვერ გავიგებდით. მაგრამ ელემენტარულად რომ ყველაფერი რაც სუდია ის რომ აკრძალული არ უნდა იყოს კანონით და ციხით არ უნდა შეჯებოდეს ეს ხო ელემენტარული რაღაც არის. აი ცოლის ქვის ღალატი ხო სუდია მაგრამ ციხეში ხო არ უშოთ ამის გამო ადამიანს. საბაზისო ცოდნა გავავრცელოთ საერთოდ რა არის სიტყვის თავისუფლება ადამიანის უფლებები რით განსხვავდება ცუდი ქცევა და კანონით დასჯად ქცევისგან. მეორე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი არის რომ ამას ბუნებრივად დავუპირისპირდეთ. ეხლა ქართულ ოცნებას ხარეს არის ფული, ძალა, ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ აქეთ ხარეს არის ერთი უძლიერესი იარაღი. დაცინვა. და აი მაგალითად ბიზნესში პლაკატი რო გააკეთოს, რომელიც უმსხავსი პლაკატია და ალბათ 100 შეიძლება ალბათ ადამიანებზე საუბარი არა მარტო პოლიტიკურ ლიდერებზე, ზოგადად არ არის სწორი. მაგრამ ეს პლაკატი ხო მთელ ქვეყანამ დაინახა, იმიტომ რომ დაიჭირეს ის კაცი. ანუ ის კაცი რო არ დაეჭირა, ხო ამას ნახავდა 50 ადამიანი. ეხლა მთელმა ქვეყანამ ნახა, მე ეს პლაკატი გაიმეორეს, მეორჯერ მთელმა ქვეყანამ ნახავ და Facebook-ი სავსეა და ამას ვეღარ ამოშლი. თავი არის დაცემის ინსტრუმენტი. მეგონი და ეს არ უნდა ეხებოდეს რაღაც დაბალი რანგის ქართულ ოცნებას. ეს მართლა ბიზნესშვილის პასუხისგებლობა არის, კობახიძის პასუხისგებლობა, ზოგადად აი ვინც გარკვეულის მიმღებია რამეს თუ წყვეტს ქართულ ოცნებაში, აი ეს ხალხი უნდა იყოს დაცვის ობიექტი. ის რაღაც ქართული შვილი რო შეწუხდა, რომ ბულინგის ხვეპლი გავხდე, აბა რა ეგონა. ბინზურ საქმეს რო ვაკეთებ ხელისუფლებისთვის და როგორც მარიონეტს რო გიყენებენ, იმიტომ რომ ეჭვი აქვს რომ ვერ მიხვდები საერთოდ რას აკეთებ. შენ თვითონ რომ გამცირებს შენივე ხელისუფლება და მე გიგვისოს ხვები დაგცინიან, მაგრამ იმიტომაც ეთკინა, მაგასთვის რომ ვიღაცას ჩხუბი დაეწყო, გინება დაეწყო, არ ეწყინებოდათ, იმიტომ რომ მდგრადი არიან, პირიქით ბრძოლაში არიან თავისი აზრით და რაღაც სულ საქმეს ებრძვიან და რომ დაცინი ეს ძალიან მტკივნეულია. ამიტომ ის ხალხი, ვინც აი კრეატიული ხალხს ეძახიან, ის ხალხმა მეგონი თავისი ენერგია აი შეურაცხყოფაზე კი არ უნდა დახარჯონ, არამედ დაცინვაზე. ბრეჟნევის პერიოდიდან ხალხს ანეკდოტები უფრო მეტი დაამახსოვრდა ბრეჟნევის დასაცინი ანეკდოტები, ვიდრე ბრეჟნევის სალანძღავი ანეკდოტები. დაცინვა ყველაზე უფრო ძლიერი რაღაც არის. მოდი დისკუსიებში გავარკვიოთ, ერეკლე მეფე კარგი პერსონაჟი იყო, ცუდი იყო, ნოდარ დუმბაძის როლი ქართულ ლიტერატურაში და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად გამოვიდა, რომ ცხრილპრს დაგიმტრევ თუ რაღაცა სულ სიტყვიო. ისტორიაში უნდა შევიდნენ როგორც აი სასაცილო კომიკური პერსონაჟები. თუ ჩვენ ამ გზას დავადგებით და პირველ ორნაბიჯს გადავდგავთ, ისინი უკან დაიხევენ. იმიტომ რომ არავის არ უნდა კომიკურ პერსონაჟად შევიდნენ ისტორიაში. უფრო უშელი მოჩნდეს დიქტატორად შევიდეს ვიღაცა, მკვლელად შევიდეს ვიღაცა, რა ვიცი, ამაოხრებელ რაღაცა, მაგრამ სასაცილო არ გინდა რომ იყოს. სასაცილო არავის არ უნდა იყო კომიკურ პერსონაჟი.